მერცმადლობა რომ ღამე მოხდა და დღისით არ მოხდა, თორე აქ სულ ცოცხალია ეს ადგილი, სულ ხალხი მოძრაობს და საბედნიეროდ ღმერთის წყალობით ადამიანის მასშტაბით უამინდო არდაგზარალები არა. რეგიონებში პრობლემატული მეტეოროლოგიური პირობების გამო დასავლეთ საქართველოში ამ დრომდე გადაუღებლად თავს. ესა საოჯახო საქმიანობა შემოგვაქვს თურქეთიდან ახალი და მეორადი ავეჯი, უკეთეთ რესტავრაციას, ყიდით ადგილზე და უკეთეთ პატარ-პატარა მაღაზიებში დისტრიბუციას კიდე. მე ვარ კახაბერ თავაძე, ვარ 46 წლის. ამ საქმეს ვაწარმოებ 13 წელიწადია. 13 წელი უკან ვიყავ ჯარისკაცი. შემოიწყო ჯანმრთელობის პრობლემა, მომიწია სამსახურიდან წამოსვლა. ვარ მრავალშვილიანი მამა და ნელ-ნელა ალტერნატიული საქმეს მოვნახე ეს და ნელ-ნელა 13 წლის მანძილზე მივედი ამ დონემდე, ამ შედეგამდე. 26 თებერვალს დილის 6 საათზე შეერთო განგაში, რაცვამ გაგვაღვიძა. მოვედით, ავეჯი, ჭერი და თოვლი იყო არეული ერთმანეთში. მთლიანად იყოს ეფარა სახურავი ზემოდან და თოვლი. საშინელი შესახედია, საშინელი. ეს ზარალი არის ჩემთვის დაახლოებით 10 წლის ნაშრომი. ყველაფერი აქ გქონდა, მთელი ჩემი საქმიანობა, ხელსაწყოები, ყველაფერი განადგურდა ბოლომდე. დავთვალეთ სადაზღვოს ექსპერტებთან ერთად, შევაფასეთ და მივედით იმ დასკვნამდე, რომ ეს ზარალი იყო 50,000 ლარი. ორი კვირის ვადაში ამინაზღაურენ ეს 50,000 ლარი ჩამერიცხეს. დაზღვევი და დაფინანსებული თანხით ჩამოვიტანე ისევ საქონელი და გავაგზავნე საქმიანობა. ერთი რაღაც დავაზღვიეთ, მერე მეორე რაღაც, მერე მესამე და ასე რაც ვითარდებით წინ მივდივართ, სუფლის ხელში ვართ, ყველა ხვალ რა იქნება არ ვიცი და აუცილებლად საჭიროა დაზღვეული იყოს.